ну, რა თქმა უნდა, ხა ჩვენ სულ ემოციები, ასე ვთქვათ, გვახჩობს. ამის ყურებაში ხა რაც ხდება, რომ რა ვიცი, ჯერ ამ ახალგაზრდების ცემა წამება, ღირსების ახალგაზრდების კი არ ყველას ხა პოეტებს ცემენ 4-ჯერ და 5-ჯერ და ასე შემდეგ და ქექიმებს და დაჭერა და მოტაცება და ყველაფერი. მაგრამ, ну, ასე ვთქვათ, რაციონალურად რო ვიმსჯელოთ სადავართ ეხლა ჩვენ ვართ პროცესში. ეს პროცესი არის ეს ჯგუფი, რომლებიც არიან დივერსანტების ჯგუფი, რომელთაც ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. ესენი სისტემატურად წყობენ სახელმწიფოს. ანუ ჯერ ერთი მათ ეს გამოიწვიეს თვითონ ეს პროცესი, ეს პროტესტი. ამ თავისი განცხადებით. მანამდე ეს უკვე დაცდილი ქონდა, ტესტირებული. არა გადაწყვეტილება, არამედ პროვოკაციული განცხადება პროტესტის პროვოცირებისთვის. რა თქმა უნდა, იცოდნენ ახლა რა თქმა უნდა, ჯერ ერთი არაფერში არ ჭირდებოდა. თქვენ რო განიხილოთ ეს ხალხი იმ ჭრილში, რომ ესენი არიან რაღაცა ჯგუფი, რომელთაც უნდათ მხოლოდ ავტორიტარული ასე ვთქვათ, რაღაცა გარკვეული ძალაუფლება აიღონ ხელში, მაგრამ ნუ სახელმწიფო არსებობდეს, ხო? მაშინ ვერ ახსნით ამას ამით, იმიტომ რომ არაფერში არ ჭირდებოდათ მათ ეს განცხადება. ეს პირიქით გაამწვავეს სიტუაცია და თან იცოდნენ რა. მეც ასე ვუყურებ, რომ ეს იყო პროვოცირებული ეს პროცესი მათი მხრიდან, ანუ რა თქმა უნდა, პროვოცირებული იყო და თან იყო პროვოცირებული, მაგრამ ელოდნენ თუ არა ასეთი ტიპის ღელვარებას, ამასში არა ვარ უკვე აქ შეიძლება არ ვარ ბოლომდე ჩამოყალიბებული. ну, ხო, არ ვიცი, ეხლა უყურეთ, მან სხვადასხვა მომენტებია. ერთი არის რომ ეს გავიაზროთ ჩვენ, რომ გვესმოდეს, რომ ეს არის მათ მიერ პროვოცირებული. შესაბამისად, თან იცოდნენ რა, ნერვსაც ურტყავდნენ საზოგადოების, იმიტომ რომ ეს უკვე გამოცდილება მათ ჰქონდათ, იგივე ამ კანონის მიღების გაზაფხულზე რა მოყვა. მათ იციან, რომ ესე იგი ის რასაც თემა როგორი წითელი ნაჭრის როლს ასრულებს. რა თქმა უნდა, იციან, რომ ეს არის ფაქტურად ეროვნული იდეაა, ჩვენი ევროპულობა და ჩვენი დემოკრატია. ლაპარაკია ჩვენს ეთერში სხვათა შორის. რა თქმა უნდა, ეს გახდა ფაქტურად ჩამოყალიბდა, ხო? ამას ხედავთ ჩვენ, რომ ეს არის იდეა, რომელსაც გამოყავს ადამიანები ამის დამსხვრევას არ ეგუებიან. ეს მათ რა თქმა უნდა იცოდნენ და შესაბამისად ეხლა გულუბრყვილო იქნება იმის ფიქრი, რომ ეს გამიზნულად არ გააკეთეს. თან მით უმეტეს არაფერში არ ჭირდებოდათ. მაგრამ გაკეთება ერთი ეხლა რა თქმა უნდა, შეროდესაც რაღაცა კომპლექსურ პროცესს გამოიწვევ, ამხელა კომპლექსურ, შეიძლება ეხლა მე ეს პროცესი ვერ გააკონტროლო და გაგიქცეს ხელიდან. მაგრამ ეს ერთი საკითხია, მაგრამ მეორე საკითხია, ეგენი მაგათ რა უნდათ. და ეს ყველაფერი მიმართულია სახელმწიფოს მოსპობისკენ. რატომ? იმიტომ რომ აი დააკვირდით სახელმწიფოს მოსპობას, ესე იგი, ერთი არის, როდესაც სახელმწიფო არის ავტორიტარული, მაგრამ მას მაინც გააჩნია რაღაც ატრიბუტები და ღირსება, ხო? დიახ. და მეორე არის, როდესაც ყველა ინსტიტუციას ღირსება უნდა დაუკარგო. ესე იგი, ამათ ესენი რას აკეთებენ? წარმოიდგინეთ, არც ერთ ინსტიტუციას ფაქტურად ღირსება აღარ აქვს, ის რაც სახელმწიფოს ატრიბუტია. ესე იგი, ხდება ყველაფრის გაბაიბურება და ესე იგი ბოროტი კარიკატურები ხდება, ანუ ყველა ინსტიტუციებიდან. ესე იგი, აი მაგალითად იგივე პაროდია. შეროდესაც პოლიციას აბარებ და ძალოვან სტრუქტურებს ვითითებას აძლევ, რომ მათ ჯერ ესე ცინიკურად და ესე დაუნდობლად აწამონ ახალგაზრდები და ყველა არა მარტო ახალგაზრდები, ვისაც იჭერენ, ხო? შემდეგ ტარგეტირებას უკეთებ ისეთ ფენებს, რომლებსაც ზუსტად გამოხმაურება ექნება მოსახლეობაში. იმიტომ რომ ხალხს, რომელსაც არაფერი არ დაუშავებია, ექიმებს, რა ვიცი, მასწავლებლებს, პოეტებს, მსახიობებს, რა ვიცი, სულ ყველას, ხო, სტუდენტებს. შემდეგ მითითებას აძლევ, რომ ესე იგი იქურდოს ამ ძალოვანმა. ესე იგი იქ რაღაცა ტელეფონები წაართვან, უკანასკნელი რაღაც კაპიკები ამოუღონ ჯიბიდან და ასე შემდეგ. ეს არის მიზანმიმართული იქითკენ, რომ მოსახლეობაში აღარ არსებობდეს არანაირი პატივისცემა აი ამ სტრუქტურების მიმართ. ეს ძალიან შორს მიმავალი გეგმაა, იმიტომ რომ ეს გეგმა მარტო იმას კი არ ისახავს გეგმად, რომ ეხლა უბრალოდ მათ ეს პროტესტი რაღაცნაირად ჩაახში, რომელიც თვითონ გამოიწვიეს. არამედ ეს უნდა მოინგრეს მთლიანად ჩვენი ესე რაღაცნაირად ღირსეულობა აი ამ სტრუქტურების. და მართლაც აღწევენ ამას, იმიტომ რომ შეხედეთ, მოსამართლეს აღარ გავს, ხო? როგორ შეიძლება ამ სასამართლოებს, როდესაც აკვირდება მოქალაქე, მან პატივისცემა შეინარჩუნოს აი ესე იგი იურისპრუდენციის მიმართ, ხო? ესე იგი ძალოვან სტრუქტურებს ეხლა აქამდე არ ყოფილა ეგეთი რაღაცა. კი, არსებობდა იქ რაღაცა
გადაცდენები და გადმოცდენები და ასე შემდეგ, მაგრამ ხალხს მაინც რაღაცა პატრულის იმედი ქონდა აქამდე, ხო? რაღაცა ღირსებით და რაღაცა იმედით უყურებდა მაინც პატრულს, ხო? და ეხლა ესეც მოსწეს. იმიტომ რომ ფაქტურად ესე იგი პოლიციას რა სიტუაციაში აყენებენ, წარმოიდგინეთ, რომ ავალებენ მათ, რომ მათ არ დაიცვან მოქალაქეები, ხო? ეს მიზანი მართულია ყველაფერს. კი, ამ ყველა ეს თქვათ არანაირი ავტორიტეტი რომ აღარ დარჩა, არც ინსტიტუციონალური და არც პერსონალური. აი ამ გარემოში თქვათ აი რა რისთვის შექმნეს, რისთვის აღწევენ მაშინ ასეთ მოცემულობას, სადაც ზუსტად ეგ არის. ავტორიტეტებისგან დაცლილ ზუსტად ეგ არის. ანუ ავტორიტეტებისგან დაცლილი ერთია ის, რომ მათ სხვა ალტერნატიული ავტორიტეტი არ ჭირდებათ, ეს გასაგებია, მაგრამ იმავე სტრუქტურებს უკარგავენ ავტორიტეტს და ღირსებას, რომელზეც ნორმალურად ავტორიტარული ქვეყნები დგანან, ხო? ეხლა ავტორიტარულ ქვეყნებში ხალხი პოლიციას უფრთხის და მაინც პატივს სცემს, ხო და რაღაცა ძალოვნებს, არმიას, ხო? და ესენი ამათ აზრს აცლიან. ეს შესაბამისად გეუბნებით, რომ ამის ერთადერთი ახსნა მე რაც მაგ, მე ვერ ხედავ სხვა ახსნას. ესენი არიან დივერსანტები, რომლებსაც ეს ამათი მიზანი ის კი არ არის, რომ სახელმწიფო შექმნა, რომელიც იქნება თქვა ავტორიტეტი, იმიტომ რომ ნუ კიდე იფიქრებდი, რომ ჯანდაბას ეხლა ავტორიტარული სახელმწიფოში ბოლო-ბოლო რაღაცა სუნთქვის საშუალება შეიძლება კონდეს და ნუ რაღაცა გარკვეული დროის განმავლობაში რაღაცა მარჯინი რო დაუტოვონ საზოგადოებას, კი ის შეიძლება საზოგადოება რაღაცა ცოტა განვითარდეს. ნუ ახლა პოსტსაბჭოთა სივრცეში ჩვენ გვაქვს უამრავი ავტორიტეტი, ნუ ესეთი ტიპის ქვეყნები, ხო? სადაც ხალხი მაინც არსებობს. ეხლა რა ვიცი, არ მინდა ხა კონკრეტული ისინი, მაგრამ რაღაცა ყაზახეთი, რაღაცა ეხლა ყაზახეთს მაგალითად იმხელა საგანმანათლებლო პროგრამები აქვს, მაგათ თავის ახალგაზრდებს ძალიან სისტემატურად აგზავნიან ტოპ უნივერსიტეტებში და აფინანსებენ. და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი როგორ არის იცით? აი ყველგან სადაც არ უნდა გადახედოთ, რაღაცა მაინც ხდება. ანუ შეიძლება მაგალითად ინდუსტრია მაინც შეინარჩუნოს იმ ავტორიტარმა ან რაღაცა. ესე იგი ჩვენთან არის ერთადერთი სიტუაცია, როდესაც ყველაფერი უნდა გაყალბდეს. ანუ ყველაფრის სისტემატიური მოსპობა ხდება. ესე იგი განათლება უნდა ჩანაცვლოს ფსევდოგანათლებით, ნუ ასე შემდეგ. და ეს არის. გასაგებია, მაგრამ ამ დივერსანტების ჯგუფის ამოცანაც არის რაღაც დევალვირება ყველაფრის და ამ გარემოში გადაბარება შემდეგ, იმიტომ რომ იქამდე უნდა მიიყვანონ ქვეყანა, რომ მე იმ ქვეყანა გახდეს, რომელიღაცა ჩვენი, რა ქვია, ძლიერი მეზობლის პროტექტორატი. ეგ არის მაგათი მიზანი. სხვანაირად მაგათი მიზანი არ იხსნება. ეს არ იხსნება იმით, რომ მაგათ უნდათ მართლა შექმნან რაღაცა ქვეყანა, რომელსაც რაღაც ღირსეული ატრიბუტები და მთელი ეს ამბავი, იგივე პრეზიდენტის არჩევა ხვალ, რაც არის ბოროტი კარიკატურა, ეგეც ხო? ნუ აი არჩევნებიც და კანდიდატურა, ანუ არჩევნებიც კანდიდატიანი არჩევნები, თავად კანდიდატურა, მოკლედ ეს მიმართულია. ეს ხო არის ზუსტად ეს არის რაღაცა, აი რა ვიცი, რა შევადრო ხა generation P-ро არის, აი ეს რა ქვია, იქიდან რომ სლოგანებს როწერს, აი იმის დონის, ასე ვთქვათ, რა ქვია, ძალიან ესეთი ცინიკური და ძალიან სხვათა შორის გენიალური მიგნება აი კანდიდატურა. აი თუ გინდა რომ ეს მე პიროვნებასთან კი არა მაქვს საქმე. აქ არ არის ლაპარაკი ვიღაცა პიროვნებებზე ადამიანზე. აქ ლაპარაკი არის ეს არის გათვლილი და გამიზნული. ზუსტად იმიტომ რომ ესე იგი ანუ შავი ბალივიჩი შავი კვადრატია, ოღონდ პოლიტიკაში რა. რო ესე იგი აზრი რო დაუკარგო საერთოდ აი ამ ინსტიტუციას და ასე შემდეგ რა. იმიტომ რომ ნებისმიერი სხვა კომბინაცია, ხო გესმით თქვენ როგორ არის? აი ნებისმიერი სხვა კომბინაცია რაღაც. აი მაგალითად დაუშვათ, შეიძლება მაგალითად პრეზიდენტად დაინიშნათ ვიღაცა მაღაროელი. შეიძლება იმ მაღაროელს არც დიპლომი არ ქონოდა და არც არაფერი, მაგრამ მაღაროელი ყოფილიყო, შრომელი ადამიანი, ხო? რაღაცა 100%-იანი პატივისცემით გამიშვალებოდი. მაგრამ ეს რაღაცნაირად შეარჩიეს, აი რაღაცა ატრიბუტიკა არის ესეთი, რომელიც არის ვითომ ერთის მხრივ, ვითომ რაღაცა, რა ვიცი, ხალხი ვითომ რაღაცას იცინო, მაგრამ სასაცილო აქ არაფერი არ არის, ეს არის მიზანმიმართული ყველაფერი, ხო? ესე იგი ეს უნდა იყოს აუცილებლად, ესე იგი პარლამენტარი, რომელიც თან იგინება, ნუ ასე შემდეგ რა. კი ბატონო. კი, რა მოცემულობას ხედავთ, აი რა ვითარებაში შეიძლება ხელისუფლებამ უკან დაიხიოს ახალი არჩევნების თარიღი
მიიღოს ამ პროტესტმა, მოკლედ იცით რა, ხო, ხელისუფლებისგან. რატომ იცით, აი ჯერჯერობით არ ჩანს, დარწმუნებული ვარ ეს დისკომფორტი არის მათთვის, მაგრამ ისინი არ იმჩნევენ ამ დისკომფორტში, როგორც დასაწყისში გითხარით, თავიანთი პოლიტიკური კალენდრით აგრძელებენ ცხოვრებას, მაგრამ მოცემულობა არის ასეთი, არის აღიარების თემა ჰაერში გამოკიდებული, არის გარედან, ეს ვთქვათ, განცხადებები და მათ შორის შესაძლოა არა ის იმ ტიპის, მაგრამ ამბობენ რომ ასეთიც გზაშია, მაგრამ სანქციები სხვადასხვა ფორმის და მასშტაბის და არის პროტესტი, რომელიც უწყვეტია. აი ამ მოცემულობამ სად შეიძლება ფაზებზე ლაპარაკობენ მუდმივად პოლიტიკოსები, რაღაც გადამწყვეტი ფაზა სად როდის შეიძლება იყოს და რითი? აი ხო, ისეთ არის, ესე შევხედოთ მოდით ამ საქმეს რა. ეს ხალხი, ვინც აი ამ დავალებას ასრულებს, ესენი ასრულებენ, ეს არის სამხედრო ოპერაცია. ეს უნდა გავიაზროთ ჩვენ. ამას ის, ვინც არის ამისი წამყვანი ძალა, აი ამის შესრულების, ეს არიან, იმიტომ ვიცახი რომ დივერსანტები, ეს არიან კადრები, ოფიცრები, რომლებიც ასრულებენ სამხედრო დავალებას. ინფილტრირებული, რა თქმა უნდა. ინფილტრირებული საქართველოს ხელმძღვანელ ამ ძალაში, ხო? ხო. ანუ ეს ხალხი ასრულებს სამხედრო დავალებას. შესაბამისად, ამათ ქვემოთ, რა თქმა უნდა, არის იქ შერეული მთელი მასა, რომელიც ადიაბატურად აღმოჩნდა ამ სიტუაციაში. შეიძლება იქ რაღაცა ნაწილი არსებობს, რომელსაც ვერც წარმოედგინა, რომ აქამდე მივიდოდა ეს მათი ოცნების რიგებში ყოფნა და ასე შემდეგ. შესაბამისად, პროცესი არის ეს, ხო? ეხლა ის, ვინც ასრულებს სამხედრო დავალებას, ის უნდა გესმოდეს, რომ ის თავისას გააგრძელებს. ის რა, იმას დავალება აქ და ასრულებს. მორჩა, ხო? ეხლა შტირლიცი რანაირად უნდა დაასანქცირო. ჯეგეც შილინგს არჩევადარებ ის რაღაცა ის კარგ საქმეს მაინც აკეთებდა რაღაც პერიოდში მაინც, მაგრამ ზოგადად ვიცახი, ანუ ეს არის ეს კონტინგენტი, რომელიც სამხედრო დავალებას ასრულებს, ის თავის საქმეს გააგრძელებს. ეხლა იმაზე იმედი, რომ შენ იქ ვიღაცას ერთօრს რა ვიცი, რაღაც ვიზას აუგზავნო და ის თავის დავალებაში აღარ შეასრულებს, ეს საერთოდ სასაცილოა, ხო? მაგრამ არის შემდეგ ბაზა. ანუ შესაბამისად, ეს პროტესტი და ყველაფერი რაც არის, ეს არის იქითკენ, ხო გესმით ეხლა რა ხდება? ადამიანებმა გაიაზრეს, ჩვენმა საზოგადოებამ გაიაზრა, რომ უკან დახევას აზრი არ აქვს. გესმით, იმიტომ რომ უკან დახევას შეიძლება კონდეს აზრი, როდესაც რაღაცას გთავაზობენ. მაგრამ შეთავაზება ამ ხალხისგან არის, შეთავაზება კი არა, ამ ხალხმა გააკეთა განაცხადი. მე ხო არაფერს არ ვიგონებ. ეს ხო ყველაფერი მაგათ თქვეს და მაგათ გააკეთა. განაცხადი არის, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ აღარ უნდა იარსებოს. ეხლა ამ სიტყვებით არ იძახიან, რა თქმა უნდა, მაგრამ ეხლა იძახიან, რომ ალტერნატიული აზრი უნდა მოსპონ ქვეყანაში, ესე იგი, ოპოზიცია აღარ უნდა არსებობდეს ქვეყანაში, ის გეგონება ოპოზიცია, ესე იგი, კიდე იძახი, ამ ხალხმა ესე იგი, ვერ გაიგო, რომ ეს ოპოზიციის არსებობა ეს არის აუცილებელი ატრიბუტი დემოკრატიის. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მაინც ზედამთვარე ამოგდიოდეს თითოეულ ოპოზიციურ პარტიაზე. არ ნიშნავს, მაგრამ ქვეყანა სადაც ესენი არის, შემდეგ რა, ესე იგი, რა საზოგადოებას გვთავაზობენ. ესე იგი, ხო, ახლა შევწყვიტეთ, წარმოიდგინოთ, რომ აი ხალხმა შეწყვიტა პროტესტი და წავიდნენ სახლებში. ესე იგი, მეორე დღიდან რა უნდა დაიწყოს, რომ ესე იგი, ადამიანების სამსახურიდან გაგდებები, დაპატიმრებები, რა ვიცი, რის გამო, Facebook პოსტის გამო, იმის გამო, ალტერნატიული აზრის გამო. ხელმოწერების გამო, რომელიც ჩვენ ვნახეთ სხვათა შორის და აქციებზე სიარულის გამო, მათ შორის საჯარო მოხელეების პროტესტი იყო. რა თქმა უნდა, ხო, მაგას ვიტყვი, ერთი პროტესტი მთლიანად სწორედ აი ამ საჯარო მოხელეების ქუჩაში გამოსვლას ეხებოდა. სამოქალაქო საზოგადოებამ გაიაზრა, ინსტინქტის დონეზე გაიაზრა, რომ გაჩერებას აზრი არ აქვს. იმიტომ რომ გაჩერებას აზრი აქვს, როდესაც რაღაცას გთავაზობენ და შეგიძლია შენ უკან დაიხიო და თქვა, რომ ჯანდაბას კარგი იყო, თქვა სიტყვაზე, რომელიღაცა ძალა იყოს იმაში, რა ქვია, მაგრამ რაღაცა სასუნთქი ტერიტორია დაგვიტოვოს. და ეხლა სასუნთქს თუ არ გიტოვებს არაფერს, უკან ნანაირად უნდა დაიხიოს საზოგადოება. ამიტომ საზოგადოება მიყვება ბუნების კანონს. ეს რასაც საზოგადოება დღეს აკეთებს, ეს არის თავდაცვა. ეს იგივეა, რომ ადამიანს ხო აესრულოს სახეში და იმან ხელი აიფაროს. მაგას აკეთებს საზოგადოება. ეს არის ბუნებრივი პროცესი. და
ну რა თქმა უნდა ეხლა არის ну ძალთა ჭიდილია ხო ეხლა კიდე ვიძახი ესეთი კომპლექსური პროცესის ასე ვთქვათ მართვა და გაკონტროლება ну ხო შეიძლება პროვოკაცია და პროვოცირება გამოიწვიო მაგრამ ეხლა ბოლომდე ეს ეხლა აკონტროლო ისე რომ ყველაფერი იდეალურად იყოს და არაფერი ახალი ფაქტორი არ გამოჩნდეს ну ძალიან პროტესტი არის მთავარი რამაც შეიძლება მოდით მივიდეთ ბოლო ეპიზოდამდე რამ შეიძლება ამ ხალხს მოაპოვებინოს ახალი არჩევნები, რომელიც იქნება სხვა პირობებით, იმიტომ რომ იგივე შეცვლილი ადმინისტრაციით სუსსა და CSKO-ში ასეთია ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, საუბარი ასევე პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან. ანუ ახალი არჩევნები, როგორც ახლა ამ ეტაპზე, ასე ვთქვათ, გაჩერება ან დათმობა ან დიალოგი ან კრიზისის განმუხტვის საშუალება. კი, მაგრამ კრიზისი როგორ უნდა კრიზისი კიდევ ვიძახი, კრიზისი თავს მოგვახვიეს. ეს ხო არ არის რომ ესენი ხალხზე აკეთებენ ექსპერიმენტებს. თვითონ აკეთებენ ამის პროვოცირებას და ხალხმა გაიაზრა ინსტინქტის დონეზე რომ ხვალ რო გაჩერდნენ, ზე გეგენ ისევ ახალ რაღაც სიგიჟით გამოვლენ, რაც ისევ გამოიყვანს ხალხს ქუჩაში. იმიტომ რომ მათ ინტერესებში არ შედგება კრიზისებით ერთობიან, ერთობა? არა, მათ უნდა რომ საზოგადოება მათი მიზანია რომ სამოქალაქო საზოგადოება გაანადგურონ. მორჩა, ესე იგი, უკანასკნელი ატრიბუტი ამ ქვეყანაში, რასაც სახელმწიფო, რაც იჭერს სახელმწიფოს. აი როგორ არის, ისე აი ჩონჩხი რო არის და კუნთები რო იჭერს, ხო? აი ეს ვინაიდან არც ერთი სხვა სტრუქტურა არ მუშაობს. და არა მარტო არ მუშაობს, არამედ ღირსება დაუკარგეს თავიდან ბოლომდე. ხო, ესე იგი, ერთადერთი რაც დარჩა არის სამოქალაქო საზოგადოება. ჩვენ დავრჩით, რომლებიც ერთმანეთს ვეხვევით და ერთმანეთს ვამაგრებთ, ხო? ეს არის ერთადერთი. ესე იგი, მათი მოსპობის მათი მიზანი ეს უნდა მოსპო. სხვანაირად სახელმწიფოებს ვერ მოსპობენ და მეხსიერებას და ვერ მოსპობენ. ესე იგი, ეს უნდა მოსპო. ეხლა მოსპობა ნიშნავს, რომ ესე ადვილი არ არის. მოსპობა ნიშნავს, რომ რეპრესიები და ესე სად არის, რომ ეხლა შენ ხალხს გამოუცხადო, რომ ისა და რა ქვია, აღარ იფიქროთ, ხვალიდან სხვანაირად იფიქრეთ და ეხლა ჩათვალეთ, რომ ჩვენი კანდიდატი ჯობია და რაღაც. ხო, ეგრე სად არის? ესე იგი, რეპრესიები. ეს ბუნების კანონია, ესე მოვა. შესაბამისად, ეს ჩვენ საზოგადოებას ესმის და შესაბამისად, ამისი საპირწონე არის ის, რაც ხდება. იმიტომ რომ საზოგადოება თავს ხო ვერ გაინადგურებს, არა? და შესაბამისად ამის პასუხი ბუნებრივი არის მასობრივი პროტესტი. იმდენად მასობრივი, რომ ეს რაღაცნაირად მთლიანად ეს ფაბრიკა, ესე იგი, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი ამან დაანახოს, რომ ამის მოსპობა არის შეუძლებელი. ეს ხო, ანუ ეს ეხლა მეორე კიდე რაც შეიძლება არის საყოველთაობა პროტესტის და პროცესის ხელისუფლებას, ეს ვთქვათ, რაღაც მომენტში ის უნდა რეალურ ჩიხში თუ კვანძის გახსნამდე მიიყვანოს. კიდევ ვიძახი ხო, მაგრამ ხო გესმით თქვენ როდესაც იძახით ხელით ჯერ ერთი ეს ძალა რომელიც ეხლა აკონტროლებს ძალოვნებს დივერსანტები როგორც თქვენ ამბობთ. ხო, ესე დავარქვათ ეს ძალა რომელიც აკონტროლებს ძალოვნებს და რომელსაც რაღაცა ბაზა გააჩნია, ამ ძალაში არიან პირდაპირ სამხედრო დავალების შემსრულებლები. იმათ შენ ჭკუას ვერ შეაცვლევინებ. ეს არის წარმოუდგენელი. იმიტომ რომ ის ადამიანი თავის დავალებას ასრულებს. ის იმას აქვს კონკრეტული მისია, იმ მისიით მოქმედებს. მაგრამ ამას გარდა ეხლა გასაგებია რომ ეხლა იმ რაღაცა მიდის ეხლა მაგათი ამოცანა რამდენად არის რომ საერთოდ დესტაბილიზაცია მოხდეს ქვეყანაში მთლიანი შეიძლება ეგ არის ამოცანა შეიძლება უნდათ რომ მთლიანად ესე იგი დესტაბილიზაცია ისე რომ მე რაღაც საერთოდ რაღაცა პროტექტორატად გადავიქცეთ რაღაცის და ასე შემდეგ ამიტომ აქ ერთი არის ის რაც ხდება და რასაც საზოგადოება აკეთებს და საზოგადოება თავს იცავს და საზოგადოებას არ აქვს უფლება რომ თავისთავად დაიღუპოს ამიტომ უნდა თავი დაიცვას შვიდობიანი რა თქმა უნდა შვიდობიანი ამას უყურებთ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში